ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სპორტული პანორამა რადიო იმედზე. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემა ეთმობა წინა წლებში, კვირის მანძილზე, კონკრეტულ დღეებში. ამ შემთხვევაში დღეიდან 6 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით მომხდარ გამორჩეულ სპორტულ მოვლენებს, ასევე სპორტულ თემატიკასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. რა თქმა უნდა, გავიხსენებთ კვირის უახლოეს დღეებში იუბილარ გამოჩენილ სპორტულ მოღვაწეებს, ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სპორტის განვითარებაზე. გუშინ ქართულმა საზოგადოებამ, სპორტულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი გურამ მინაშვილი, ლეგენდა ქართული კალათბურთისა, რომელიც თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში თავისი განუმეორებელი თამაშით ხიბლავდა კალათბურთის გულშემატკივრებს, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გურამ მინაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონი გახლავთ, რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების არაერთგზის პრიზიორი, 1962 წელს კი თბილისის დინამოს შემადგენლობაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და პირველობის რამდენიმე გზის პრიზიორი. უთანაგრძნობ ბატონი გურამის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ქართულ კალათბურთს, ქართულ საკალათბურთო ოჯახს, ზოგადად ქართულ სპორტს, კიდევ ერთი დიდი სპორტსმენი, დიდი ადამიანი წავიდა ჩვენგან. დღევანდელი დღე 6 მარტი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო გუნდის მე-20 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბად აღიარებული მადრიდის რეალის დაარსების დღე 1902 წლის 6 მარტს მადრიდში ძმებმა პატროს და ხულიან პალასიოსებმა დაარსეს საფეხბურთო კლუბი მადრიდი, ხოლო 1920 წლის ივნისში, 29 ივნის კერძოდ ესპანეთის მეფე ალფონს მე-13-მ, რომელიც ესპანეთის ამჟამინდელი მეფის ფილიპე მე-6-ის დიდი ბაბუა გახლდათ, კლუბს სამეფო კლუბის ტიტული უბოძა, სწორედ ამის შემდეგ უწოდებენ ამ კლუბს რეალს, სამეფო კლუბს, არსებობის მანძილზე რეალს მოგებული აქვს უამრავი ტიტული, 9-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, 10-ჯერ უკაცრავად ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ UEFA-ს თასი და ერთხელაც ევროპის სუპერთასი. 3-ჯერ ფლობდა საკონტინენტაშორისო თასს, საკლუბო ტურნირთაგან რეალმა მხოლოდ თასების ფლობელთა თასის დაუფლება ვერ შეძლო, ამ ტურნირის ფინალში 2-ჯერ გავიდა და 2-ჯერ წააგო. მადრიდულმა სამეფო კლუბმა 32-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, 18-ჯერ ქვეყნის სამეფო თასი და უამრავი ტიტულები მოკლედ რეალის საკლუბო პერიოდში, ევროპულ და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდად შეიძლება ითქვას გასული საუკუნის 50-იანი წლები მიიჩნევა, როდესაც კონტინენტალური საფეხბურთო ფედერაციის ჩამოყალიბება გადაწყდა, ფედერაციას უნდა უზრუნველყო როგორც საკლუბო ისე სანაკრებო ტურნირების რეგულარული ჩატარება. იმ წლებში მადრიდის რეალი არ მიიჩნეოდა ყველაზე ასე ვთქვათ დიდ ავტორიტეტად არა მარტო ევროპაში, ესპანეთშიც, მაგრამ სწორედ რეალმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1955 წელს და მოიპოვა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა თასზე მონაწილეობის უფლება. ზუსტად იმ წლიდან რეალი 5 წლის მანძილზე კონტინენტის უძლიერესი კლუბის ტიტულს ართმობდა. ეს ყველა ფეხბურთის მოყვარულმა იცის. წარმატებებს საერთაშორისო არენაზე თან ერთად და სრული დომინირება ბუნებრივია შიდა ჩემპიონატში, ესპანეთის ჩემპიონატში 1954-დან 1969 წლის ჩათვლით სამეფო კლუბმა 12-ჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა. დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო იმ პერიოდზე მინდა ვისაუბროთ 1939-დან 1975 წლამდე 36 წელი მართავდა ესპანეთს ფრანკო, ხოლო რეალი ფრანკოს იდეოლოგიის ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენდა. არადა ცნობილი ფაქტია, რომ ფრანკოს საერთოდ არ აინტერესებდა ფეხბურთი. როგორც ზოგიერთი ესპანელი ისტორიკოსი აღნიშნავს, ფრანკომ არა მარტო რეალი გამოიყენა თავისი იდეოლოგიის ერთ-ერთ მცირე ნაწილად, არამედ რეალისა და ბარსელონას გულშემატკივართა ასე ვთქვათ ანტაგონისტური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ
ბუნებრივია უშუალოდ მატჩები და ის ატმოსფერო, რომელიც ამ მატჩებს ახლდა თან გულშემატკივართა ურთიერთსიძულვილმა, როგორც ცნობილია, ფრანსისკო ფრანკოს დროს პიკს მიაღწია ფეხბურთი და ბარსა რეალის ხომ აქ დამოკიდებულება მწვავე პოლიტიკურ ეკონომიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის ერთ-ერთ ძირითად გარემოებად აქცია ფრანკომ, ხოლო ტელევიზიის გამოჩენასთან ერთად ზოგადად ფეხბურთი ხალხზე, ასე ვთქვათ, მანიპულირების ბრწყინვალე საშუალებად. ფრანკო ითხოვდა საფეხბურთო მატჩების ხშირ ტელეტრანსლაციებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დაანონსებული იყო ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები 50-იანი წლები ესპანეთში ეკონომიკის აღმავლობის პერიოდად მიიჩნევა, სწორედ ამ პერიოდში ძალიან მოკლე ხანში ევროპის ყველაზე ღატაკი ქვეყანა ესპანეთი ერთ-ერთ განვითარებულ და ანგარიშგასაწევ ქვეყნად იქცა 1959 წელს ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღებულ იქნა ეგრეთ წოდებული სტაბილიზაციის გეგმა, რამაც ესპანეთი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოს ერთ-ერთ პროგრესირებად ქვეყნად აქცია, ბუნებრივია ქვეყანაში ეკონომიკურ აღმავლობას თანსდევს ნებისმიერ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება სხვადასხვა სფეროში, ასეა ყველგან და ასე იყო ესპანეთშიც, შესაბამისად დიდი ყურადღება მიექცა ფეხბურთს და განსაკუთრებით დიდი ყურადღება მადრიდის რეალს, რომლის შემადგენლობაშიც იმ პერიოდის არაერთი ფენომენალური ფეხბურთელი გამოდიოდა, უამრავი გამარჯვებების და ტიტულების მომპოვებელი რეალი ფრანკოს დიქტატურის ლამის მთავარ სიმბოლოდ აღიქმებოდა, ყოველ შემთხვევაში თავად ფრანკო მიიჩნევდა ასე რეალის წარმატებებს იგი საკუთარ წარმატებებად თვლიდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ იმ ეპოქიდან იგი რეალის პრინციპულ მეტოქეს ბარსელონას ეხება, დღემდე საუბრობენ თემაზე, კერძოდ შეეძლო თუ არა ფრანკოს საერთოდ გაენადგურებინა მოესპო ეს კლუბი ბარსელონა, რა თქმა უნდა შეეძლო, თანაც უპრობლემოდ, როგორც ცნობილია, გაუქმებული იქნა კატალონიის ავტონომია, კატალონიური ენა, ავტონომიის ლიდერებს, რომლებიც თუნდაც მცირე დაუმორჩილებლობას გამოავლედნენ, უმოწყალოდ ხოცავდნენ, ხრედნენ ფრანკისტები. ფრანკოს ბარსელონაც ძალიან ჭირდებოდა კატალონურ კლუბთან მიმართებაში ფრანკომ ძალზედ ცნობილი პრაგმატული ტექნოლოგიური ტრიუკი განახორციელა, უხეშად რომ თქვათ მან როგორც მწყემსმა კატალონიელებს ქუჩებიდან სტადიონ კამპ ნოუზე მოუყარა თავი, ერთადერთ ადგილას, სადაც მათ შეეძლოთ მოსულიყვნენ კატალონიის სიმბოლოებით, ესაუბრათ მშობლიურ ენაზე, ხმამაღლა გამოევლინათ დიქტატურის წლებში დაგროვილი ზიზღი, მოკლედ ერთადერთ ადგილას, სადაც მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ თავისუფლები და მამაცები. ყოველ შემთხვევაში ამგვარად ეგზნოთ თავი, ეს იყო სტადიონი Nou Camp-ი, თუ გნებავთ Camp Nou. შესაბამისად მათი კონტროლიც გასილებით იოლი იყო, ჩვეულებრივი უბრალო ადამიანური ფსიქოლოგია, არც ისე ცუდადაა საქმე, თუ შენ არავინ გიგრძელავს ხელისუფლების ლანცხვას, თანაც ხმამაღლა. თავის მხრივ კმაყოფილია ამ ყველაფრის მაკონტროლებელის, რომელსაც შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ არიან სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები, მათ შეუძლიათ ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, შესაბამისად არანაირ დიქტატურას ადგილი არ აქვს. ანუ ფრანკომ კატალონიელებს შეუქმნა ერთგვარი წინააღმდეგობის კუნძული, როგორც თუნდაც ჩვენთან აშტო დიდი ხნის წინ იყო ერთ-ერთი ტელევიზია მაგალითისთვის, სადაც შეეძლოთ მისვლა სხვაგვარად მოაზროვნე საზოგადოებისთვის ცნობილ, ანაც უცნობ ადამიანებს და ხმამაღლა თუნდაც უხეში ფორმებით ელაპარაკათ. აი დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო ფრანკოს დროს ესპანეთში, ასეთ ვითარებაში უწევდათ ხალხს ცხოვრება, ფეხბურთზე სიარული და საყვარელი გუნდებისთვის გულშემატკივრობა. მადრიდის რეალს, დღევანდელ იუბილარ კლუბს, მსოფლიო მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ხავს, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც, ასე რომ ყველა მადრიდისტას, მოგესალმებით ასე უწოდებენ რეალის გულშემატკივრებს, ულოცავთ საყვარელი კლუბის დაარსების დღეს. 1957 წლის 7 მარტს ამ დღეს დაიბადა ახლოწარსულის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ამირან ანდღულაძე, სამტრედის ლოკომოტივის, გორის დილას, ქუთაისის ტორპედოს და თბილისის დინამოს მარცხენა მცველი. დინამოში 91-93 წლებში გამოდიოდა, 1991 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში იგი შეყვანილი იყო დინამოს განაცხადში, დიუსელდორფის მატჩში. თბილისთან რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 მატჩი აქვს ჩატარებული. ამირან ანდღულაძე 2007 წელს გარდაიცვალა. 9 მარტს 1927 წელს დაიბადა მირიან ცალქალამანიძე,
ბრწყინვალე ქართველი მოჭიდავე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის ბრინჯაოს პრიზიორი, ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და ასევე ღირსების ორდენის კავალერი. 12 მარტს იუბილარია ზურაბ სოტკილავა, 78 წლის ხდება ქართული ოპერის ლეგენდა, ლირიულ-დრამატული ტენორი, ადრეულ ასაკში ცნობილი ფაქტია, ყველა ვიცით. ზურაბ სოტკილავა საკმაოდ ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელი, ყოველ შემთხვევაში მიიჩნეოდა იმედის მომცემ ფეხბურთელად. 16 წლისა სოხუმის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა, 1956 წელს კი საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახდა. 2 წლის შემდეგ კი უკვე თბილისის დინამოს პირველ გუნდშიც მიიწვიეს. დინამოს ღირსებას იმჟამად იცავდნენ სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, ვლადიმერ ბარქაია, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი. ამ კორიფეების თანაგუნდელი იყო ზურაბ სოტკილავა. ჰქონდა საოცარი სისწრაფე, ესეც უნდა ვთქვათ, 100 მეტრს ზურაბ სოტკილავა 11 წამში ფარავდა. ფეხბურთელის კარიერა კი ნაადრევად დაასრულა ტრამვის გამო. უმძიმესი ტრამვის გამო, პირველი მძიმე ტრავმა იუგოსლავიაში, საერთაშორისო ტურნეს დროს მიიღო, როდესაც ფეხი მოიტეხა, ტრამვის მოშუშების შემდეგ სადა მინდორზე დაბრუნება, მაგრამ მორიგი საერთაშორისო მატჩისას ჩეხოსლოვაკიაში კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც აიძულა დაესრულებინა კარიერა. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი ზურაბ სოტკილავას ბრწყინვალე საოპერო კარიერა, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი გახლავთ, როგორც ვთქვით, ბატონი ზურაბი. ლევან ცაგურია 10 მარტს დაიბადა 1991 წელს, სოხუმელი გოლიათი, პირველი ევროპელი პროფესიონალი სუმოისტი, სუმო სამყაროში კოკაის მეტსახელით, კოკაის შიკონათი ცნობილი. კოკაი შავ ზღვას ნიშნავს, როგორც ვიცით, 2005 წელს რეიტინგში მერვე ნომერი იყო, მე-6 დივიზიონიდან ელიტურ დივიზიონ მაკუჩიში უმოკლეს პერიოდში აღზევდა ლევანმა სულ 68 სუპერ ტურნირზე. მიიღო მონაწილეობა 68 ბაშოზე, რო ვიხმაროთ იაპონური ტერმინოლოგია. 902 ორთაბრძოლიდან 446 მოიგო, ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი. ორჯერ მოიგო მებრძოლის სულის პრიზი, ორჯერ დაამარცხა დიდი ჩემპიონი, მხანად უძლეველი იოკოძუნა. ასაშორიო პროფესიონალი სუმოისტის კარიერა კი კოკაიმ 2013 წლის დასაწყისში ტრამვის გამო დაასრულა. 7 მარტს 23 წლის წინ, ანუ 1992 წელს სტარტი აიღო უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველმა გათამაშებამ, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი ჩემპიონი გახდა ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლის საფეხბურთო კლუბი ტავრია, იმ ქალაქის იმ მხარის წარმომადგენელი, რომელიც დღესდღეობით რუსეთის მიერაა დაპყრობილი, საბამისად ტავრია ისტორიაშია შესული როგორც პირველი უკრაინული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, ანუ გასულ წელს ტავრიამ შეწყვიტა არსებობა, ეს კლუბი უკვე აღარ არსებობს. ეხლა ჩვენს ეთერში მცირე სარეკლამო ჭრის დროა, დაახლოებით 60 წუთში სპორტული პანორამა დაგიბრუნდებათ. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. ბრუნდებით ეთერში, გრძელდება სპორტული პანორამა. ამ დღეებში ორი იტალიური კლუბი აღნიშნავს დაარსების დღეს. 1902 წელს 9 მარტს დაარსდა საფეხბურთო კლუბი ვიჩენცა, მოგზაურებული პროვინციული კლუბი. იმავე დღეს, ოღონდ 6 წლის შემდეგ, 1908 წელს იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი მილანის ინტერი, ვიჩენცა 1978 წელს იტალიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 97 წელს კი ქვეყნის თასსაც დაეუფლა. მომდევნო წელს ვიჩენცამ თასების თასის ნახევარფინალამდე გააღწია, ამ ეტაპზე კი ჩელსისთან წააგო. გასული საუკუნის 70-იან წლებში ვიჩენცაში მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონი პაოლო როსი გამოდიოდა, დაპირველობის საუკეთესო ბომბარდირის გახდა. ვიჩენცაში დაიწყო, როგორც ცნობილია, პროფესიული კარიერა იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ რობერტო ბაჯომ. გაცილებით უფრო მდიდარი ისტორია აქვს მილანის ინტერს, მისი დაარსება საფეხბურთო კლუბ მილანში, წარმოშობილ გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება, ეს ცნობილი ფაქტია და ალბათ სპორტის ყველა მოყვარულმა იცის, კერძოდ მილანის 44 წევრი გაემიჯნა კლუბის პოლიტიკას ლეგიონერთა, ანუ უცხოელ ფეხბურთელთა დამატებასთან დაკავშირებით. მილანი 1899 წელსაა დაარსებული. და აი ამ 44 პიროვნებამ გადაწყვიტა დაეფუძნებინათ ახალი საფეხბურთო კლუბი.
იმავე ქალაქში, სადაც უცხოელ ფეხბურთელებსაც შეეძლებოდა თამაში, გუნდს სიმბოლურად ინტერნაციონალი დაარქვეს, სწორედ მისი შემოკლებული ვარიანტია ინტერი. ინტერს სამჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონთა თასი, სამჯერ UEFA-ს თასი, ორჯერ საკონტინენტაშორისო თასი. ინტერი 18 ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5 ჯერ დაეუფლა იტალიის თასს, მოკლედ ძალიან ბევრი ტიტულები გახლავთ ამ კლუბის აქტივში. 2010 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ინტერი ერთადერთი გუნდია, რომელიც დაარსების დღიდან არასდროს დაქვეითებულა ქვეყნის უპირველესი ლიგიდან. იტალიის ელიტურ ლიგას 1929 წლიდან ეწოდება სერია A, მანამდე კონკრეტულად 1898 წლიდან ეროვნული ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპებად ტარდებოდა იტალიაში, ჯგუფები რეგიონული პრინციპით იყო დაყოფილი. ინტერი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ატარებს საშინაო მატჩებს. სტადიონის ტრიბუნები 85,700 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 86,000. ამავე სტადიონზე თამაშობს როგორც ვთქვით მილანიც. ჯუზეპე მეაცა კი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ორივე მილანური კლუბის ღირსებას იცავდა. თუმცა იგი ინტერის გულშემატკივართა იდეალი უფროა. ინტერში მან 14 სეზონი გაატარა, მილანში კი 2-2. დღემდე ცნობილი ფაქტია ესეც და აღნიშნეთ ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში, ინტერის გულშემატკივრები საყვარელი კლუბის სტადიონს უფრო ხშირად სწორედ ჯუზეპე მეაცას უწოდებენ, ხოლო მილანის გულშემატკივრები სან-სიროს. სან-სირო ეწოდება ქალაქ მილანის სიმგარეობან, სადაც სტადიონია განთავსებული. ამართლად შესანიშნავ სტადიონზე თბილისის დინამოსაც აქვს ნათამაშები და არა მარტო ნათამაშები, დამარცხებული ხავს ინტერი 1979 წლის 14 სექტემბერს, სხვათა შორის სწორედ იმ წელს დაერქვა სან-სიროს მეორე სახელი ჯუზეპე მეაცა. თბილისის დინამომ UEFA-ს თასის 32 ფინალის პირველ შეხვედრაში 1-0 დაამარცხა რისხანე მეტოქე, სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება ის მართლაც დაუვიწყარი მატჩი. და ასევე მათვისაც ინტერნეტის მეშვეობით აქვს შეხვედრის ფრაგმენტები ნანახი, დავით ყიფიანის გოლი ივანო ბორდონის კარში და ჯიაჩინტო პაკეტის ჯენტლმენურის აქცია, რომელმაც არ წააქცია მეკარესთან ერთ-ერთზე გასული ყიფიანი. ინტერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მისი უამრავი ცნობილი გულშემატკივრების სიაში შედის არაერთი ცნობილი ადამიანი, იგივე ადრიანო ჩელენტანო, ჟან რენო, მონიკა ბელუჩი, ბორის გრებენშიკოვიცკი, ინტერის გულშემატკივარი, ასევე უსეინ ბოლტი, ადრიანა ლიმა, ვალენტინო როსი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი. ინტერს გულშემატკივრობდა იტალიის და საერთოდ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, მარია რადაელი, ესეთი ქალბატონი იყო, რომელიც 2 წლის წინ თავის 114 დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. იგი ცდილობდა არ გაეცდინა ინტერის ყველა მატჩებს ესწრებოდა. 9 მარტს 1953 წელს დაიბადა რობერტ ჯეიმს ფიშერი, ბობი ფიშერი, ავტორიტეტული საჭადრაკო სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების ვერსიით მე-20 საუკუნის საუკეთესო მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი. მოულენა მსოფლიო ჭადრაკში, ჭადრაკის თამაში ფიშერმა 6 წლის ასაკში ისწავლა, უფროსმა დამასწავლა, რის შემდეგაც მისთვის სხვა გართობა, მათ შორის სანატოლებთან ურთიერთობა უინტერესო გახდა. იგი მხოლოდ იმ ადამიანებთან კონტაქტობდა, ვინც ჭადრაკის თამაში იცოდა, ასეთები კი თანატოლთა შორის არავინ იყო. ფენომენალური მეხსიერების, ასევე უცხოენების იოლად ათვისების ნიჭის წყალობით ფიშერი ადრეულ ასაკშივე დაეუფლა რამდენიმე უცხოენას, გერმანულს, ესპანურს, რუსულს, ასევე სერბულ, ხორვატულ ენების ცოდნა საჭადრაკო ლიტერატურის ორიგინალში კითხვაში ეხმარებოდა. შედეგად ფიშერმა თითქმის საფუძვლიანად შეისწავლა ჭადრაკის თეორია. 13 წლის ასაკში ის ამერიკის ჩემპიონი, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 14 წლისა ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის ეს მიღწევა ამერიკაში დღემდე ხელუხლებელია. 15 წლისამ სკოლა მიატოვა, ცნობილია მისი იმდროინდელი შეხედულებების სკოლაზე, ზოგადად მასწავლებლებზე. ფიშერი ყველა თავის მასწავლებელს შტერს უწოდებდა, მხოლოდ ფიზკულტურის მასწავლებელს გამოარჩევდა, რომელიც მისი სიტყვებით ასე თუ ისე ნორმალურად თამაშობდა ჭადრაკს. საერთოდ ჭადრაკში საოცარი მიღწევების გარდა ფიშერი თავისი არაორდინალური, ზოგჯერ კი სკანდალური განცხადებებით და ქცევებით იყო ცნობილი. ძალიან ხშირად პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების ორგანიზატორებს იგი სხვადასხვა
ულტიმატუმებს უყენებდა, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ფიშერს შეეძლო მიეტოვებინა ტურნირი შუაგზაში და საერთოდ გამგზავრებულიყო იმ კონკრეტული ქალაქიდან, არადა მისი მონაწილეობა ნებისმიერ ტურნირზე ორგანიზატორთათვის პრესტიჟისა და საერთაშორისო ინტერესის გარდა სოლიდური ფინანსური მოგების ამის აუცილებელი წინაპირობა იყო. გამომდინარე აქედან ისინი იძულებულნი იყვნენ შეესრულებინათ ფიშერის თითქმის ყველა მოთხოვნა. მსოფლიოს საჭადრაკო ელიტაში რობერტ ფიშერი გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში დამკვიდრდა, თანაც საკმაოდ მყარად 1965 წლიდან მოყოლებული მან არაერთ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა, უმრავლესობა მოიგო, ზოგიერთი მათგანი კი მეორე ადგილზე დაასრულა. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე საინტერესო ჰავანაში გამართული საერთაშორისო ტურნირი გახლდათ, რომელზეც ფიშერმა დაუსწრებლად ითამაშა. საქმე იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუბის მიმართ დაწესებული სანქციების გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა მას არ მისცა ჰავანაში გამგზავრების უფლება და იგი ტელეფონით გადასცემდა თავის ცვლებს. 70-იანების დასაწყისში ფიშერის როგორც სათამაშო ისე სარეიტინგო მაჩვენებლებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ჯერ იყო მსოფლიო ნაკრების შეხვედრა საბჭოთა კავშირის ნაკრებთან, სადაც ფიშერმა მეორე დაფაზე მსოფლიო ექს-ჩემპიონი ტიგრან პედროსიანი დაამარცხა 3-1, ხოლო შემდეგ პრეტენდენტთა ტურნირზე საერთოდ ფურორი მოახდინა. მარკ ტაიმანოვს 6-0 ძლია, ბენ ლარსენს 6-0 ასევე. ფინალში კი ხსენებული პეტროსიანი 6-2 გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონ ბორის პასკისთან თამაშის უფლება მოიპოვა. ანუ პრაქტიკულად იმ პერიოდის მსოფლიო საჭადრაკო გრანდებს მუსრი გაავლო, დარჩა ბორის პასკი, ყველას საინტერესებდა, შეძლებდა თუ არა საბჭოელ მოჭადრაკეთა მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობას. ბობი ფიშერი საჩემპიონო მატჩი 1972 წელს ისლანდიაში ამ ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა. მისი საპრიზო ფონდი იმ პერიოდის საჭადრაკო ტურნირთათვის რეკორდულ თანხას 250,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მატჩი ფიშერის თამბეშდავი გამოჩებით დასრულდა 12-ნახევრით 8-ნახევარი. არადა ორი სასტარტო პარტია წააგო. სამშობლოში იგი როგორც ეროვნული გმირი ისე მიიღეს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა. პირადად მისთვის საზეიმო სადილიც დანიშნა მთელ სახლში, მაგრამ ფიშერმა პრეზიდენტს უარი შეუთვალა მიწვევაზე. დაუბრუნდების საჩემპიონო მატჩს მისი გახსნა და წილისყრა 1 ივლისს გახდა დაგეგმილი, მაგრამ გახსნის წინა დღეს ფიშერმა საპოსტო გზავნილით რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა ორგანიზატორებს, კერძოდ იგი ითხოვდა დარბაზიდან ტელეკამერების გატანას, ასევე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 30%-ს. კიდევ რამდენიმე პირობის შესრულება მოსთხოვა ორგანიზატორებს. მატჩის მთავარი მსაჯი გერმანელი ლოტარ შმიტი ფორმალურად ვალდებული იყო წაგებულად გამოეცხადებინა ფიშერი წელიწადზე გამოცხადებლობის გამო, მაგრამ ამის ნაცვლად ფიდეს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონმა ჰოლანდიელმა მაქს ეივემ მომდევნო დღისთვის გადაიტანა წილისყრა. შემდეგ კიდევ ორჯერ გადაიწია ღონისძიებამ, რა თქმა უნდა ფიშერის დამსახურებით სპეციალისტები და ჟურნალისტები პრეტენდენტის ამგვარ საქციელს მატჩის წინა ერთგვარი პანიკური შიშის მდგომარეობით ხსნიდნენ. სხვათაშორის აღნიშნულის თაობაზე მოგვიანებით ანატოლი კარპოვმაც ისაუბრა, მან თქვა, რომ საკმაოდ ბევრ უმაღლესი დონის მოჭადრაკეს ტურნირის წინ გარკვეული შიში ეუფლება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზითო. ბოლოს და ბოლოს ფიშერი მივიდა, როგორც იქნა წილისყრაზე, კულუარებში საუბრობდნენ, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაშინდელმა ჰენრი კისინჯერმა დაურეკა და კატეგორიულად მოთხოვნა მატჩის დაწყება. მატჩი დათმულზე 10 დღით გვიან 11 ივლისს დაიწყო. იყო კიდევ არაერთი აშკარად არაადეკვატური გამოხდომა რობერტ ფიშერის მხრიდან, როგორც ორგანიზატორების, ისე მეტოქის ბორის პასკის მიმართ. ზოგიერთი მიმოხილველი ამერიკელი დიდო შტატის ასეთქმედებებს მეტოქის ერთგვარად ფსიქოლოგიურად გატეხვის მცდელობად მიიჩნევდა. სპასკის რამდენჯერმე თავისუფლად შეეძლო დაესაჯა მეტოქე, უბრალოდ დათქმულ დროს არ გამოცხადების გამო წამოეყენებინა სრულიად მართებული პრეტენზიები და უარი ეთქვა ვადის გადაწევაზე, მაგრამ სპასკიმ ეს არ გააკეთა. მას ძალიან უნდოდა რობერტ ფიშერთან თამაში. გადა იმისა, რომ უდიდეს პატივს სცემდა მოწინააღმდეგეს, როგორც ტალანტს, მას ასევე აინტერესებდა თუ რას წარმოადგენდა პირადად იგი ფიშერის პირისპირ, ფიშერის ფონზე. ეს თავად სპასკიმ მოგვიანებით რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა. ბევრი ნიუანსია კიდევ ისი მოყოლაც საინტერესო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ გადაცემის დროის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას. მოკლედ ფიშერმა
4 ქულით მოიგო 12 ნახევრით 8 ნახევარი, გახდა მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი და დაასრულა მოჭადრაკის კარიერა. ბორის სპასკისთან მატჩის შემდეგ მას აღარც ერთი ოფიციალური პარტიას კი არ უთამაშია, არაფერს ვამბობ ტურნირებზე. მოგვიანებით 1975 წელს, როდესაც იგი ვალდებული იყო ტიტულის დასაცავად, ანატოლი კარპოვს შეხვედროდა, მან უარი განაცხადა საჩემპიონო მატჩში მონაწილეობაზე და ასე უბრძოლველად დაუთმო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ანატოლი კარპოვს. 70-იანი წლების შემდეგ ფიშერი მისი აქტიურად აღარ ჩნდებოდა და ნელ-ნელა თითქოს დავიწყებას მიეცა, მასზე აღარ საუბრობდნენ როგორც დიდ მოჭადრაკეზე, ასევე როგორც სკანდალურ პიროვნებაზე. მისი მორიგი ჩვეული გამოჩენა 1999 წლით თარიღდება, როდესაც მან ერთ-ერთი უნგრული რადიოსადგურის პირდაპირ ეთერით უცენზურო ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, რის გამოც მას გაუთიშეს ეთერი. რამდენიმე წლის შემდეგ კი ფილიპინებში ყოფნისას განაცხადა, რომ იგი ამართლებს ტერორისტული მოძრაობა ალ-ქაიდას ქმედებებს და 11 სექტემბრის ტერაქტსაც ასევე ამართლებს. ამ განცხადებიდან უმალვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას გაუუქმა პასპორტი, რის შემდეგაც ფიშერმა რის შესახებაც ფიშერმა დაახლოებით 1 წლის შემდეგ გაიგო, როდესაც ის იაპონიიდან ფილიპინებში გეგმავდა გამგზავრებას. იგი დააპატიმრეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ამერიკამ მისი დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავის. ფიშერმა პატიმრობაში 8 თვე გაატარა, ციხეში ყოფნისას მან წერილობით დაადასტურა ამერიკის მოქალაქეობაზე უარი, ცოტა ხანში კი პოლიტიკური თავშესაფარი მას გერმანიამ, სერბეთმა და ასევე ისლანდიამ შესთავაზეს. 2005 წელს მარტში ის ისლანდიაში იქნა დეპორტირებული, სწორედ ამ ქვეყანაში დედაქალაქ რეიკიავიკში ცხოვრობდა, სადაც 2008 წელს იანვარში გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით 64 წლის ასაკში. ფიშერს არ დაუტოვებია ანდერძი, რაც დიდი გაუგებრობის საბაბი გახდა დღემდე მიდის ამაზე საუბრები, კერძოდ კამათი, იმაზე თუ ვის ეკუთვნის ფიშერის ქონება, დღემდე არ ცხრება. ამის შესახებ საუბრები დიდი მოჭადრაკის მემკვიდრეობაზე, რომელიც $2 მილიონ და შეფასებული პრეტენზიას რამდენიმე მხარე აცხადებს. ერთ-ერთია მერილინ იანგი, ფილიპინელი ქალი, რომელიც ბოლო პერიოდამდე ფიშერთან ერთად ცხოვრობდა. მისი ფიშერის ნახევარი ძმის 2 ვაჟი, ამერიკელები და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს პრეტენზიას, რომელთანაც ხელისუფლებასთან ფიშერს საგადასახადო დავალიანებები ჰქონია. 2005 წელს 11 მარტს დასრულდა პრესტიჟული ლინარისის საჭადრაკო საერთაშორისო სუპერტურნირი. კარიერაში მეცხრედ მოიგო ეს ტურნირი გარი კასპაროვმა, მსოფლიო ჭადრაკის კიდევ ერთმა გენიამ შეიძლება ითქვას. ეს იყო უკანასკნელი ოფიციალური ტურნირი, რომელშიც გარი კასპაროვმა ითამაშა. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ასრულებს მოჭადრაკის კარიერას და მიდის დიდ პოლიტიკაში. კასპაროვი საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ განადგურებას ისახავს. ცნობილი ფაქტია ესეც, მოგეხსენებათ, იგი დღესდღეობით რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ საკმაოდ აქტიური ოპოზიციონერია. ულიანა სემიონოვა იყო ესეთი კალათბურთელი, 1952 წელს ამავე დღეს დაიბადა. სკალბატონის საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებისა და რიგის საკალათბურთო კლუბ TTT-ს მეფარე. TTT იყო ესეთი გუნდი, ტრამვაი, ტროლეიბუსების ტრესტის გუნდი, რომელიც ყველაფერს იგებდა იმ პერიოდში. გიგანტური აღნაგობის გახდა ულიანა სემიონოვა, 210 სანტიმეტრი. მისი სიმაღლე, ფეხის ზომა 58, არაპათოლოგიური გიგანტიზმის უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ ეს პიროვნება. 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 3 გზის მსოფლიოსა და 8 გზის ევროპის ჩემპიონი, საკლუბო დონეზე ჩემპიონთა თასის გათამაშების მრავალგზის გამარჯვებული, გუნდი, ნაკრები, სადაც სემიონოვა თამაშობდა ნებისმიერ ტურნირზე, ნებისმიერი კატეგორიის და სიძლიერის ტურნირზე უპირობო ფავორიტი იყო. ულიანა სემიონოვა 1993 წელს შეიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სპრინგფილდში მდებარე საკალათბურთო დიდების დარბაზში. 1992 წლის 10 მარტს საბჭოთა საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ვლადიმერ გუცაევმა, ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა დინამოს 9 ნომერმა. იმ დღეს 10 მარტს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ათენში საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 2-0 მოიგო. სულ გუცაევს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გატანილი 1 გოლი. 1951 წლის 11 მარტი ეს დღე ინგლისის ქალაქ მანჩესტერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს
ფაშისტური გერმანიის ავიაცია Luftwaffe-მ, Reichswehris, ვერმახტის და Bundeswehris სამხედრო საჰაერო ძალებმა, რომლის მთავარსარდალიც მაშინ რაიხსმარშალი ჰერმან ჰერინგი გახლდათ, მასირებული დაბომბვა განახორციელა ქალაქზე, მანჩესტერზე. უამრავი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა არაერთი ნაგებობა ჩვენს გადაცემაში Manchester United-ის სტადიონზე, Old Trafford-ზე მოგახსენებთ. სარბიელი პრაქტიკულად ბოლომდე განადგურდა ამ დაბომბვის შემდეგ, არენის აღდგენა კი 8 წლის შემდეგ მოხდა 1959 წლიდან შეუდგნენ უფრო სწორად არენის აღდგენას, მანამდე კი Manchester United-ი თანაქალაქელი City-სგან სტადიონ Main Roads ქირაობდა და ყოველწლიურად 5000 გირვანკა სტერლინგს იხდიდა. პირველი მატჩი კი რეკონსტრუირებულ Old Trafford-ზე 1959 წლის 24 აგვისტოს გაიმართა. Manchester United-მა Bolton Wanderers 3-0 მოუგო, იმ შეხვედრას 42000 გულშემატკივარი დაესწრო. 1905 წლის 10 მარტს დაარსდა დასავლეთ ლონდონური საფეხბურთო კლუბი Chelsea, კლუბი, რომელსაც რატომღაც რუსეთში და არა მარტო რუსეთში, ჩვენთანაც და საერთოდ პოსტსაბჭოეთში არისტოკრატებს უწოდებენ. თავად Chelsea-ს გულშემატკივრები ინგლისში, უშუალოდ ლონდონში, ლონდონელი გულშემატკივრები ამ ერთობა აღმატებული ეპითეტით საყვარელ გუნდს არ მოიხსენიებენ. ჩვენთანაც ხშირად გავიგონებთ Chelsea-ს მიმოხილვისას, ხშირად ახსენებენ არისტოკრატებმა მოიგეს არისტოკრატთა შემადგენლობაში. ეს მოდის პოსტსაბჭოური რუსული NTV ფეხბურთის კომენტატორებისგან. Chelsea ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი გახლავთ, მოგეხსენებათ ინგლისის პრემიერ ლიგა 1992 წელს დაარსდა. Chelsea არის ინგლისის 4 გზის ჩემპიონი. 2012 წელს კი გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2013 წელს ევროპის ლიგის თასები, Chelsea-მ ორჯერ მოიპოვა თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1998 წელს ევროპის სუპერთასიც მოიგო. საშინაო მატჩებს Chelsea სტადიონ Stamford Bridge-ზე ატარებს. ეს ცნობილი არენა 1877 წელს გაიხსნა. Chelsea 1905 წლიდან თამაშობს Stamford Bridge-ზე, სანამ სტადიონი Chelsea-ის მშობლიური არენა გახდებოდა. მანამდე კერძოდ კი 1904 წელს სტადიონი მისმა მფლობელებმა იყვნენ ესეთი ძმები, ბიზნესმენები, გაზდა ჯოზეფ მირსები. ამ ძმებმა Chelsea-ზე გაცილებით უფრო ძველ ლონდონურ კლუბს Fulham-ს შესთავაზეს, შეთაშორის Stamford Bridge-ი ლონდონის სწორედ ამავე სახელწოდების რაიონში, რაიონ Fulham-ში მდებარეობს, მაგრამ Fulham-ის ხელმძღვანელებმა არ ისურვეს ამ სტადიონზე თამაში და მხოლოდ ამის შემდეგ იგი მეზობლად მოსაზღვრე რაიონში ახლა დაარსებულ საფეხბურთო კლუბ Chelsea-ს საშინაო არენა გახდა. ამის სპორტული პანორამის დღევანდელი გადაცემა სრულდება. მე ერთი კვირით გემშვიდობებით სპორტული პანორამის მორი გადაცემას დღეისწორს 13 მარტს შემოგთავაზებთ. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. შრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.